მოგესალმებით საყვარელო გამომწერებო. დაარხის სტუმრებო, ახლა გვექნება გაშლა ერთ ვარიანტზე, რა პერსპექტივა გელოდებათ ჩაფიქრებულ ადამიანთან. ურთიერთობაში რა გელოდებათ? ნახოთ ჯერ რა ენერგიებში იმყოფებით. აქ ცვალებადი სიტუაცია, ხან ყველაფერი ძალიან ცუდად, ხან ყველაფერი უფრო ცუდად. და სიმძიმე. ანუ ხან ცოტა გამოიდარებს, აქ მძიმე სიტუაცია ძალიან. შეიძლება ორივენი იყოთ წყლის სტიქია და სულ კონფლიქტები გაქვთ ახლა. ემოციები არის, ვნებაც არის. შესაძლოა თქვენ მეუღლეზე მიყურებდეთ ან დაქორწინებულ ადამიანზე. რა თქმა უნდა, ყველასთან ეგრე არ რეზონირდება. აქ ბევრი დაცილდით ღალატის გამო, ყულის გამო, ხართ დეპრესიაში, ხართ სულიერ კრიზისში. ოჯახის წევრები რაღაცნაირად გშველიან ახლა. შეიძლება მშობლები, შეიძლება შვილები, დები, ძმები, მეგობრები, ანუ მარტო არ ხართ. ვიღაცები დადიხართ მაგებთან და ეს ძალიან სულია. არის არ არის კარგი, მაგრამ ყველაფერი შედარებითია. ხო, აი აქ ნახეთ, თქოს შვებას ეძებთ, მაგის შეიძლება იყოს კაცი. ნუ ვიღაცები ეკლესიაში დადიხართ, ეს ძალიან კარგია, კი ბატონო. კიდევ რა ენერგიებში ხართ? გინდათ გააქტიურდეთ, მაგრამ რაღაცას ელოდებით. ვერ იხვეჭთ საკმარის ენერგიას. მაგრამ აქ ერთი მომენტია, ჩვენ თუ შთაგონებას ველოდეთ, როდის ვიქნებით ხასიათზე რამე ვაკეთოთ, ეს ხასიათი შეიძლება არასდროს არ მოვიდეს. უბრალოდ უნდა გამოვიმუშაოთ ჩვევაში, გვინდა თუ არ გვინდა, ვაკეთოთ ის, რაც საჭიროა და შემდეგ აღარ დაგვეზარება. ძალიან დიდი მადლობა, ვინც უყურეთ და ნახოთ ახლა გადავიდეთ ჩვენს კითხვაზე, რა პერსპექტივა გელოდებათ ჩაფიქრებულ ადამიანთან. ვინც გზაზეა თქვენგან შორს, აქ აუცილებელია მანძილის დაძლევა, ანუ ლოგიკურიც არის, ახლა თუ იქნებით შორის არაფერი არ გამოვა. აქ მანძილი ის შემთხვევა, როცა მანძილი ურთიერთობას ანგრევს და ზოგთან დაანგრია უკვე. რას ფიქრობს თქვენზე მოდით ნახოთ. ფიქრობს რომ თუ არ ხართ დაცილებულები, ფიქრობს რომ შეიძლება თქვენ მისგან წახვიდეთ, ან ვინც წახვედით უკვე, ფიქრობს რომ ეს არის თქვენი მხრიდან მანიპულაცია. გრძნობები არის აქ. აქ სიტუაცია ციკლურია, როგორც მოგახსენეთ, ხან ცუდად არის, ხან ისე რა. ნახოთ, მეტნაკლებად რა ვარიანტია, როგორ იქნებით მომავალში. ბევრი არ დაცილდებით, მაგრამ სხვა შანსები მოგეცემათ ყველა სფეროში. ბევრი კი იქ ქორწინებთ. აქ შუალედი არ არის. ან უნდა შეუღდეთ, ან უნდა დაცილდეთ. მოდით ნახოთ. მიხართ მისთვის დღესდღეობით. ნუ ეგოისტურად არის თქვენ მიმართ განწყობილი. ყოველ შემთხვევაში სხვისთვის არ ემეტებით. აი არც ჩემი, არც სხვისი, რაღაც ბევრი ესია, უბრალოდ ეგოიზმი ამოძრავებს. და ამის გამო რაღაცა მიზერულს მაპატიეთ ცუდად ჟღერს ვიცი, რაღაცა მიზერულს გადმოგიგდებთ, ის იქნება ყურადღების სახით თუ რაღაც, რომ თავარია სხვასთან არ წახვიდეთ. ბევრთან კიდე გათამაშდება, რაღაც შეიძლება თვეები ადამიანი არ ჩანდეს და რომ მიხვდება, რომ თქვენ დამშვიდდით და შეიძლება სხვა პერსპექტივას ეძებდით, მაშინ გამოჩნდება. აი რაღაცა ეგეთი. მოდით რჩევას ამოგირებთ. რას გირჩევთ ტარო, როგორ უნდა მოიქცეთ? როგორ უნდა მოიქცეთ და მისი სიტყვები, გრძნობები, ანუ გრძნობებთან დაკავშირებული სიტყვები, საერთოდ არ მიაქციოთ ყურადღება და ანგრიეთ და უყურეთ მხოლოდ მის საქციელს, რეალურად რას გაძლევთ ეს ადამიანი, რეალურად. მის სიტყვები კიდე გაყავით 4-ზე. მინიმუმ 4-ზე, ის აი 100%-დან 25-ს ამბობს სიმართლეს. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მიყურეთ, პირად გაშლებთან დაკავშირებით მომწერეთ
აღწერილობაში მითითებულ ნომერზე ვიბერზე ამბოცებ.